Santa Cruz del Islote. სოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი. ფეხბურთის სტადიონის ხელა კუნძული შუა ზღვაში, სადაც 1000 ადამიანი ცხოვრობს. კუნძული იმდენად პატარაა, რომ ყველას იცნობს. გავდივართ ზუსტად იგივე ადგილას მოვდივართ 1 წუთში. ხოლო ტიპიურ ორკაციან ოთახში 8 ადამიანს წინავს. აქ სახლები ერთმანეთზეა გადახლართული. არ არსებობს არანაირი ტრანსპორტი, ხოლო ფეხით გადაადგილება თუ მოგინდება აუცილებლად გაკრავ ვინმეს მხარს. Cum-esta? Santa Cruz del Islote იმდენად უნიკალური ადგილია, რომ ბევრმა იუთუბერმა გადაიღო ვიდეო და აქაურობაზე აჩვენეს ბევრი სიმართლე და ბევრი ტყუილიც, მაგრამ მე კაკო ვარ, დოპამინის ავსე კაცი და MMS აგენტი. და ამ კუნძულზე მოვედი იმიტომ, რომ აღმოაჩინო ის, რაც აქამდე არავის არ აღმოუჩენია. და მე კითხვები მაქვს. ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ ცხოვრობენ აქ? ეს მათი არჩევანია თუ სხვა გზა არა აქვთ? ¿Quieres casarte aquí o en la ciudad? La ciudad here no. ეს ადგილი მათი სახლია თუ უბრალოდ ადგილი, საიდანაც ფულს შოულობენ? ცოტა ზოოპარკო ვაიბი აქაც რა. მოდიან ნახულობენ ამ სიტუაციას. შემოსვლაც ფასიანია. კითხვების დასმის პროცესში კი გავარკვიე, რომ აქ მაცხოვრებლებს გაცილებით მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე უბრალოდ მჭიდროდ დასახლებაა. მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, ალბათ გაინტერესებთ, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. საქმე ისაა, რომ ესაა პირველი ვიდეო ჩემი ახალი 6 თვიანი სამხრეთ ამერიკული ტურის, რომელსაც ჩემი რამდენიმე მეგობარი კომპანია უჭერს მხარს. ხო ვიწყებთ ვიდეოების სერიას მაგას. Let's go. ამ 6 თვეში ვეცდები ვიპოვო უნიკალური ადგილები და ვნახო უნიკალური ადამიანები. და პირველი გაჩერება სწორედ Santa Cruz del Islote-ია. იზოლირებული კუნძული, სადაც არ არსებობს არც პოლიცია და არც სტანდარტული კანონები. Can I have a space to live here? სადაც აქვთ მოწყობილი საკუთარი არალეგალური სანახაობები. სადაც ფულს საკმაოდ არასტანდარტული მეთოდებით ჩოულობენ. Photo, guys, photo, money. No dinero, no photo. ადგილი, სადაც მქონდა კონფლიქტი. We should try to get out of here fast. გავხდი ბავშვების საუკეთესო მეგობარი და თითქმის დავქორწინდი. Do you want to marry me? და აქ ყოფნა იმდენად გამისწორდა, რომ მეორედაც კი დავბრუნდი. Give me. I promise you I will return here. თუმცა სანამ მეორე დაბრუნებამდე მივალ, ყველაფერი იწყება კარტახენადან. ბატონო, რამდენიმე ჩვენ განივაპირებთ, წავიდეთ Santa Cruz del Islote-ში. საიდანაც 2 საათი სჭირდება საზღვაო ტრანსპორტს, რომ ამ კუნძულამდე მივიდეს. და ამ ტურის სრულად დაჯოშნაში დამეხმარა შენი მეგზური. ტურისტული კომპანია, რომელიც ჩემი მეგობარი იქნება მთელი სამხრეთ ამერიკის მოგზაურობის მანძილზე. თუმცა სხვა ტურისტები გზაში ისეთ ადგილებზე ჩავიდნენ, რომლებიც გაცილებით ეგზოტიკურია. ეს კომპანია დაგეხმარება ჩვენს, რომ ესეთ გენიალურ ადგილას წამოხვიდე. შენ მეგზურს აქვს ნებისმიერი სერვისი საზღვარგარეთ. ეს არის ავიაბილეთების შეძენა, სასტუმროების დაჯავშნა, კრუიზების მოწყობა, გადაადგილებები, ექსკურსიები, ანუ ის რაც მე დამეხმარება მაგალითად და შენს დაგეხმარება. თუმცა მე დღეს ტიპიური ტურისტული აქტივობის გამოცდას არ ვაპირებ. მე შედარებით არატურისტულ ადგილებს ვეძებ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც საჭიროა გამოცდილი ტურ მენეჯერის დახმარება და შენი მეგზურის იმედი რა თქმა უნდა მაქვს. ამიტომ დავცხოთ სამხრეთ ამერიკის ტური. აქ მოსვლამდე ერთადერთი ის ვიცოდი, რომ ამ კუნძულზე არსებობდა ერთი ჰოსტელი, თუმცა წინასწარ ვერ დავჯავშნე. ასე რომ იმედი მაქვს, რომ არ მომიწევს დაძინება ვინმე ადგილობრივთან. ეს მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოგვიანებით გავარკვევ, რომ ადგილობრივები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, მიუხედავად უდიდესი სიმჭიდროვისა. გადმოვედით ხა მარტო ჩვენ აქ. დანარჩენი მიდის. ჩვენი გენიალური თავგადასავალი აქ იწყება. ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რას მასავს. ჰოსტელამდე ადგილობრივებმა მივასწავლეს გზა. Hostel. De June, ya lo van a llevar de June, ya lo llevan. Él lo va a llevar. Él lo lleva. ¿Cómo está? Hola. Hola, chicos. ყურადღებას არავინ არ მაქცევს. ამ ხელადან უკავი ამ ბავშვს. აუ, რა გააღო ბავშვმა. Hello. საბოლოოდ აღმოაჩინე, რომ აქ იგანზე გაცილებით კარგი ატმოსფერო დამხვდა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა. მე მეგონა ისეთ ადგილებში მოგვიწევდა დაძინება, სადაც 9 კაცს ძინავს, მაგრამ იდეალური ჰოსტელი ვიპოვეთ. ხედი გვაქვს. მეტი რა გვინდა. ეს არის ჩემი სამფლობელო. ამ კუნძულზე იწყება კაკოს კოლონია იწყება. ეხლა უნდა დავიწყო მისია ხალხისგან დაცლა ამ კუნძულზე, რომ მარტო დავრჩე. 1000 კაცი უნდა გავიყვანო ამ კუნძულიდან. სიამოვნებაში კი ჩემი მისია, რომ ამ კუნძულის 5% მაინც, ანუ 50 ადამიანი გავიცნო და გამოველაპარაკო. იმისთვის, რომ გავარკვიო, როგორ გრძნობენ თავს ამ იზოლირებულ და თან ძალიან მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე.
ასევე მაინტერესებს ნახო თუ რა პირობებში ცხოვრობენ. თუმცა სანამ აქამდე მივალთ ჩემი ოთახის რუმ ტური. ოთახის, რომელიც ბევრად მაგარია ვიდრე ნებისმიერი აქ მაცხოვრებლის. ერთი ორადგილიანი გენიალური საწოლი და მეორე ერთადგილიანი გენიალური საწოლი. ასევე გვაქვს შვენიერი კომოდი და რაც მთავარია ამ სიცხეში გვაქვს ვენტილატორი. მაგრამ ვენტილატორი არაფერში გამოგვადგება, რადგან დენი ამ კუნძულზე არ იშოვება. ეს ის პირველი პრობლემაა, რაც ადგილობრივებს აქვთ. თუმცა ამაზე მოგვიანებით. ყველაზე შესამჩნევი პრობლემა კი ხალხმრავლობაა, რომელიც თავიდანვე აღმოვაჩინე, როცა ჭამის შემდეგ კუნძულის დასათვალიერებლად წავედი. Hola. ამ ჭიდრო დასახლების გამოა, რომ საშუალოდ 30 კვადრატულ სახლში 8 ადამიანი ცხოვრობს. Familia? Sí, familia. და სახლებიც არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. სწორედ ასეთია ხუანის სახლიც. ესე გამოიყურება აქაურობა. ჰიგიენა დიდად არ წინავს. იმის გამო, რომ სახლები ერთმანეთზეა მიდგმული, ფანჯრები სახლებს იშვიათად აქვს. და რადგანაც დღის მანძილზე დენი არაა, ერთადერთი სინათლის წყარო გაღებული კარი შეიძლება იყოს. თუ გინდა რომ განათება გქონდეს, ეს უნდა სავარაუდოდ ღია დატოვო. რომ აი, ეხლა დაბრუნდა ყველაფერი რა. ამ ოჯახში თავიდან მეგონა რომ 4 ადამიანი ცხოვრობდა, რადგან 4 საწოლი ნახე. თუმცა როგორც აღმოჩნდა, დედმამასთან და სამ ძმასთან ერთად აქ ცხოვრობს ბებია, ბიძა და ბიცოლა. Father. Nice to meet you. So he lives here also. Uncle, father, mother and grandma. ამ პირობების მიუხედავად, ხუანი არაა წინააღმდეგი რომ მე აქ ვიცხოვრო. Where can I sleep? Que dónde puede dormir? Aquí en el piso. Here. As long as you find a space within the floor, you can. მოგეთ ყველას ეგებებიან რა. Hola, ¿cómo está? გახსენებთ რომ მე მისია მაქვს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიცნო. თუმცა მანამდე კუნძული უნდა აღმოვაჩინოს სრულად. 1000 კაციანი კუნძული, რომლის ერთი ველოდან მეორემდე მისასვლელად იმაზე ნაკლები მანძილი შეიძლება იყოს, ვიდრე თერჯოლის რომელიმე სოფლის კარის მეზობელთან. მოდი ახლა დავითვალოთ რა მანძილი დაგვჭირდება. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადასასვლა. თუ ამისთვის 3 წუთზე მეტი დრო დამჭირდა, ჰენკას გენიალური დ-ვიტამინის წყალს გავაჩუქებ. წავედი. ჰენკა ჩემი მეგობარი კომპანიაა, რომელიც ჩემს სამხრეთ ამერიკულ ტურს ხელს უწყობს. ¿Cómo está? ჰენკას კომბუჩასთან ერთად აქვს დ-ვიტამინის წყალი. რომლის გაჩუქებასაც არ დაუშვებ, რადგან ისედაც ლიმიტირებული რაოდენობით მაქვს. ის პირველი ფუნქციური წყალია დ-ვიტამინიც, რომელიც შეიცავს არამოტულ გემოებს და თან ვიტამინ D3-ს. ზოგადად დ-ვიტამინი წყალში არ იხსნება, თუმცა ჰენკას წყალობით და თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხერხდა მისი წყალში ხსნადი ფორმით შერევა. ასე რომ ჰენკას წყლის დალევა სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. 2.5 და 39 წელი ძალიან ელი მოძრაობით. კუნძულზე არ არსებობს პოლიცია. Police? No, security. Security. No camera. Me, not you. ეს უბრალოდ დაცვა. და ის ამბობს, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა თვითონვე შეუძლიათ. აქ პოლიცია არაა საჭირო. But what will happen if someone fights or steal? Los adultos mayores no pelean. People, you are good, me good, and yeah. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა თვითონვე შეუძლიათ. თუ ვინმე იჩხუბებს შეარიგებენ. When your neighbors are fighting, she knows it, yeah? She's saying that happens everywhere. Yeah. Who is more toxic family here? I will go there. Sí, él. Me dio que me dio una puñalada a él. He? Sí. Así, que loco Lauris? colombiano, loco colombiano. No, bro, don't touch women. ოჯახურ კონფლიქტს ცოტა ხანში მართლაც შევესწარი. თუმცა ეს ერთ-ერთი კანონდარღვევა არაა, რაც აქ ხდება. ¿Qué pasó? No, claro, sino que está preguntando que qué pasó, que estaban peleando, no sé. Okay. არ გეტყვიო, გაიგე? ოჯახის საქმეა. პოლიციის არ ყოფნა ხელს უწყობს, რომ გარკვეული არალეგალური საქმიანობები აკეთონ. შეიძლება ცოტა UFC-საც გავდეს მომენტ. განსხვავება ისაა, რომ ეს ენციკლოპედიამდე იბრძვიან. თუმცა სანამ ამ საქმიანობებს აღმოვაჩენდი, მანამდე შევეცადე გამერკვია რა პრობლემების დევს თან აქ ცხოვრებას. There is water problem. Barrio is a little town in middle on the nothing. The boats come maybe every month. Every month? Yes. In this moment only have one shower for the day and don't have toilets because don't have sweet water for laundry. Okay, say hi to camera. I know. No, please no. ჩემ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ და ხშხაპი გვაქვს, მაგრამ ნახოთ შევამოწმოთ ერთად
ვითომ ისევ ამაქვს თითქოს შემოწმებული არ მაქვს, მაგრამ ნაკადით არ მოდის ჩემთან წყალი, რომ წუწუნებთ ხოლმე და რა ურეკავ Georgian water and power. ეხლა შემოწმოთ რა ნაკადით წამოვა წყალი. ეს მინიმალური წყალიც ჩვენ იმიტომ გვაქვს რომ ჰოსტელში ვართ. სინამდვილეში ზოგს აბაზანა საერთოდ არ აქვს და ისინი გარეთ ზღვის წყლით ბანაობენ. ზოგს არც ტუალეტი აქვს და საერთო ტუალეტს იყენებს. ყველა სახში არ არის ტუალეტი. და თუ გინდა რომ ისარგებლო, აი, უნდა გადაიხადო და შეხვიდე. ორი ლარი ღირს, რა ძვირია ზღვის წყლით ვეხდება ტუალეტის ჩარეცხვა. იზი, მარტივი. წავედით, ჩავარეცხეთ. აქაც ხო შემეძლო ჩამესხა ისე. ისინი წვიმის წყლის არც ერთ წვეთს არ გაუშვებენ ხელიდან. ეს ყველა კონტეინერი არის იმისთვის, რომ წვიმის წყალი დააგროვონ. თუ წვიმა წამოვიდა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ელოდებიან, დაახლოებით 8 თვის მანძილზე ელოდებიან წვიმის მოსვლას, თუ წამოვიდა, მობილიზებული არიან, რომ წვიმის წყალი დააგროვონ და არც ერთი წვეთი არ დაიკარგოს. კონსულის კიდევ ერთი პრობლემა დენია. დენია გრაფიკით აქვთ. მხოლოდ საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე. ამის გამო რომ ყველანაირად ცდილობენ თავიდანვე თადარიგი დაიჭირონ. რომ გადაერჩინოს თავი დღის საათებში, ამისთვის აქვს რაღაც გაყინული ბოთლები, რომ წყალი ცივი იყოს. აგდენის სახელმწიფოსგან არ შემოდის. ისინი მათ საკუთარი გენერატორებით ამუშავებენ. ეს არის კერძო გენერატორი, მაგრამ კუნძულს აქვს საერთო გენერატორი, რომელიც ყველას ხმარდება ოღონდ შეზღუდული დროით. თუმცა უცნაურია, საიდან აქვს შემოსავალი აქაურებს, რომ ამ ხელა გენერატორები აამუშავონ. What you are doing, like selling something or what? ჩემი წარმოდგენით მორიგი პრობლემა დატბორმა უნდა ყოფილიყო. და ამის შესახებ დაუსვე კითხვა ამ ბებოს. Cuando llueve es peligroso? No. ეს ყველაზე ასაკოვანი ბებოა. ის 93 წლისაა და ამბობს, რომ მოესწრო პერიოდს, როცა ამ კუნძულზე მხოლოდ 2 სახლი იდგა. Only that? ეს 2 სახლი იყო სულ 1930 წლიანია. ეს კუნძული მონობისგან გამოქცეულ 2 ადამიანს უპოვნია. სულ რაღაც 100 წლის წინ. და აქ დასახლებულან. შეიძლება რომ კონდეს უკანო გადაახვიოთქო, ისევ აქ იცხოვრები თუ ქალაქში თქო და აქო. კუნძულის მორიგი პრობლემა ნაგავია. ამ ნაგავს გადაყრა უნდა. ხანდახან ეს ნაგავი სანაპიროებზე არის დაყრილი. ხანდახან კი კატერი მოდის და ისე გააქვთ ნაგავი. და ამის ფასსაც თვითონ იხდიან. მაგრამ საიდან? ჩემი აქ ყოფნის მანძილზე შემომჩნია, რომ ხალხი არც ისე აქტიურია. აი აქ ყველა არის ძალიან ნელი ცხოვრებით. ხო ერთმანეთზე არის გადახლართული. არა ძალიან ისე ცხოვრობენ რა. არაფერს არ აკეთებენ თეორიულად ბევრს. ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს და იმ პირობებში რომ სახელმწიფო არ ეხმარება, ჩემთვის უცნაურია საიდან აქვთ ფული, რომ წყალი იყიდონ, დენი ამუშავონ და ნაგავი გაიტანონ და პლუს იარსებონ. და ამის გასაგებად ადგილობრივებს კითხე ვინ რა საქმიანობდა. How you make money in general? De la pesca. Fishing. Fishing. Fisherman. How many times in a week? Y la semana fue buena, tango todos los días. So if it's a good week, he'll go out every day. So he's saying that today it's like his anniversary of living here. Your birthday. O sea, hoy está cumpliendo años. Bro, happy birthday. Give us gifts. I'm his manager. Give us gifts. But when you're drunk, you fish? So he first goes fishing and he drinks afterward. აქ დალევა და ისე მუშაობა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა. არ ვიცი ამის გამოა თუ არა, რომ ეს კაცი უხელოდ დარჩა. თუმცა მან გამიზია, რომ ეს ყველაფერი მისი დაუდევრობით მოხდა. Can I ask him what happened if it's not okay? He was fishing and he had like dynamite, it gets like explosion dust, and working with that, he got his. კუნძულს ეს ადამიანები არ არჩენენ. ძირითადად შემთხვევაში ადამიანები აქ არ მუშაობენ. ისინი მთელი დღე ბირჟაობენ, ჭორაობენ და სვამენ. მაგრამ საიდან ირჩენენ თავს? ეს ჩემი კუნძულზე ყოფნის მეორე დღეს აღმოაჩინე. მანამდე კი ვნახე უამრავი აქტივობა, რითიც ადგილობრივები უსაქმურობის ჟამს კავდებიან. დილიდანვე ყველა ოჯახში არის მუსიკა. ¿Cómo está? ამ ოჯახში ხო არის მუსიკა? აქითაც არის მუსიკა და ერთმანეთში არის ახლართული. არალელად მამლების ყივილი ერთვება. ანუ აქ სიჩუმეს ვერ იპოვი. დილის 6 საათია, ნახე რა ულამაზესი ხედებია, მაგრამ მუსიკა არა მარტო სახლებში, მთავარ საბირჟაო ადგილებშიც მუდმივად ისმის. ესეთი ამკოზე ცხოვრება. თქვენ გონიათ რომ რაღაც სახიფათოა, ან რადგან პოლიციელი არ არის.
რთულია, მაგრამ მარტივია, ესეთია. თუ ცეკვა მობეზდებათ, რა თქმა უნდა, ვარჯიშის დროც მოდის. ამ სცენას რა თქმა უნდა, მე შევერთდი და ბავშვებიც ავიყოლი. მუსიკა და ვარჯიში აქ დროის მოკლის ერთადერთი საშუალება არაა. ყველაზე წარმოუდგენელი რამე, რაც წინ მელოდ ამ უმცირეს კუნძულზე ისაა, რომ აღმოაჩინე, რომ აქ ლოტოს ყიდვა შეგეძლო. Instante. Televisión. Uno ticket. ¿Cómo está? Lottery ticket. Maybe we are lucky. I don't know. Gracias mucho. Millionaire, yeah? Come back. And you will get $500,000. Okay. მე დავპერდი ამ კაცს რომ მილიონერი თუ გავხდები ნახევარს მივცემთ, მაგრამ აი თვითონ ჩამიწერა ნომრები და ეს ახლა რა ვიცი, ვალიდურია. გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანები ხშირად ბავშვებსაც დიდად არ აქცევენ ყურადღებას. ლოტოს ჩიქერსის გადავიდა, ლოტოს ჩიქერს. ეს კაი. ლოტო მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმის, რაც ამ კუნძულს ყველაზე აზარტულ ადგილად აქცევს. თქვენ წარმოვიდგინეთ და კუნძულზე სადაც არის მხოლოდ 2 მინიმუმ მაღაზია და არაა საავადმყოფო. 2 საათი უნდა იაროს გემით რომ მივიდეს უახლოეს საავადმყოფომდე. არის სივრცე იმისთვის რომ ბინგო ითამაშო. ვერ გავიგე, წავაგე. No win. Tú, dos. Tú ganaste 3 números. Venga, 3 número, ayo. 60. 3. No. How much? მოვიგე მე მგონი. ეს ბიჭოშ, გადმოვიდი ამ კუნძულზე, მოვიხოდოთ. კიდევ უფრო წარმოუდგენელი ისაა, რომ აქაა ტოტალიზატორიც. აქ ტოტალიზატორი არის გახსნილი ამ პატარა კუნძულზე. წარმოვიდგინე რა. English no. Adelante. I am from Venezuela. No, I'm joking. Venezuela. Joking. From Georgia. Do you know Georgia? Georgia. Donde es Rabalaquilla. Georgia. Pese Rabalaquilla, pese. What is hell? Hey, you know? Oh, bro. თავარი აზარტული სანახაობა მამლების ჯგუფია. ესაა ცერემონია, რომელშიც ადამიანები მთელი კვირა გამალებით ემზადებიან. ხებავენ ტრიბუნებს, ამზადებენ მამლებს და ელოდებიან მომენტს, როცა ეს განსაკუთრებული სანახაობა მოხდება. თანაც ძალიან უცნაური წესებით. და ეს იმდენად საინტერესო შოუა, რომ ამის გამო მეორედაც დავბრუნდი კუნძულზე. თანაც ვაპირებ, რომ ფსონი დავდო და მოგების მზაკრული გეგმაც მაქვს. What do you think will work? Yeah, it will work. ტოტალიზატორისგან, ბინგოსგან, ლატარიისგან და სმისგან დაღლილი კუნძულელები საღამოობით ისვენებენ და ამჯერად ქუჩაში თამაშობენ. დიდები დომინოს ფულზე. გოგოები ასევე ფულზე თამაშობენ კარტს. მათ არც პატარები ჩამორჩებიან და საღამოობით ისინიც დომინოს თამაშობენ. და მეც შევუერთდი. Play. Let's go. როგორც აღმოჩნდა, აქ ცოტა სხვა წესები მუშაობს. მოგება კი არაა, თავარია როგორ დააბრახო. ეს უნდა დავამოღამო, რომ კარგად დავარტყა. თავარი დარტყმა არ, დარტყმით აგზნობინებ ძალას. Okay, nice game. Tengo 5 intro, güey. Nice game. აზარტული თამაშებისგან დაღლილი ადამიანების ნაწილი ლოცვას იწყებს. აქ ყოველ საღამოს ეწყობა ლოცვა. რა თქმა უნდა, სიმღერები. ლათინო-ამერიკული სისხლი და კათოლიკური რელიგია ამ ლოცვას უფრო სააცეკვაო ცერემონიად აქცევს. ისეთი გარემოა, რომ ზუსტად 10 მეტრში არის გემბლინგი ატეხილი, აქეთ ლოცვა, ნება და ლოცვა გვერდ-გვერდ არიან. თორე სხვანაირად ვერ დაიტევდა ეს კუნძული. აქაურობის მთავარი უნება რა გასაკვირია, რომ ფეხბურთია და ამის მთავარი შემოქმედი ბავშვები არიან. One video together, please, amigo. Amigo, please. კუნძულზე უამრავი ბავშვია, რომელიც ფეხბურთს თამაშობს. თუმცა საკმაოდ ცუდი ბურთით და მე მათთვის სიურპრიზი მაქვს. ჩვენ ქალაქს ჭირდება ახალი ბურთი და ამის providing ჩვენ გავაკეთებთ. წავედით. ვიცოდი, რომ ცუდი ბურთი ქონდა და წამოსვლამდე ახალი ბურთით ჩამოვედით. მაგრამ სანამ ბავშვებს ახალ ბურთს ვაჩუქებთ, კიდე ერთი უცნაური აზარტული თამაში ვნახე ბავშვებისგან. One pulls like this and one pulls like this. The one that's facing up wins, and this one wins. With money? No, that's fake money. Are you sure it's fake? Yeah. ბავშვებიდან ეჩვევიან ამ გემბლინგს და ვაჭრობას, რომ გაიზრდებიან მერე წყნარად შებერავენ გემბლინგს. და ყველანაირი პირობა ამ კუნძულზე მაგისთვის არსებობს. ვიცოდი, რომ ჩემი საჩუქრებით ბავშვების კეთილგანწყობას მოვიპოვებდი. თუმცა უამისოდაც
ბავშვები ჩემი იქ ყოფნის მანძილზე საოცრად მეგობრულები იყვნენ. Photo. Can we take photo? Que sin problema. ¿Cómo está? My boy. თვითონ მოვიდა ჩამეხუთა რა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირეა ტერიტორია, ბავშვი არის ძალიან ბევრი. როგორც გავარკვიეთ, საშუალოდ თითო ოჯახს ყავს დაახლოებით 5 ბავშვი. და ამ კუნძულზე ბავშვების გაჩენის პრობლემა ნახდად არ არის, მაგრამ შენ თუ გვაქვს პრობლემა, გენიალური წინადადება მაქვს შენთვის. თუ ამ ხალხივით ბუნებრივად ვერ ახდენ ბავშვის გაჩენას, არსებობს ალტერნატივა. ხელოვნური განაყოფიერების გზა. Silk Medicals აქ უნიკალური სერვისი, რომ გააკეთო ბავშვები როგორც ეს. ამ ჯიგრებს აქვთ კავკასიაში საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე აპარატურა, ინოვაციური მიკროსკოპები და სხვა ემბრიოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც წარმატების შანსს 80%-მდე ზრდის. პროცედურის ღირებულება 6000 ლარიდან იწყება, მაგრამ თუ ჩემ პრომოკოდს გამოიყენებ და Instagram-ზე მიწერ, ექსკლუზიურად 10%-იანი ფასდაკლება გექნება და შანსიც, რომ ერთი დიდი საფეხბურთო გუნდი გააკეთო შენი შვილებისგან. ბავშვები განათლების გარეშე არ რჩებიან. ისინი დილიდანვე სკოლაში დადიან. კი, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ამ კუნძულზე სკოლაც აღმოაჩინე. School? English learn? No. თანაც საკმაოდ ორგანიზებული. მათ ფორმებიც კი აქვთ. თავად ბავშვები განსაკუთრებული დისციპლინით არ გამოირჩევიან. დამოღა ვერ ამოხდა. სკოლიდან გამოვარდა ბავშვი მასწავლის არ ემორჩილება. მყიდია სწავლა. და 5 წლის ბავშვი, 6 წლის ბავშვი იქნება. იმის გამო რომ განათება შეზღუდულია, უწევთ რომ ფანჯრები და კარებები ღია კონდეთ. ეს არის ფანჯარა ხელოვნური, მეორე კლასს დაუკონექტოს გადასახონ. სკოლის დასრულების მერე კი სკოლის წინვე იწყება მთავარი სანახაობა. ფეხბურთი. საქმე არის არაფერი არ აქვს. აი ამ პატარა ადგილას ბავშვები უბერავენ ფეხბურთს და ხალხი მოსულია უყურებს რა. არიან ესე შეყუჟული ერთ ადგილას და უბერავენ. Hola. ¿Cómo está? Ball, play. Chicos, esta pelota es vieja. Vieja. და აქ ჩემი გეგმის განხორციელების დროც მოვიდა. ამ ბავშვებს ბურთი უნდა ვაჩუქო. Es beta. Let's go. Let's play. ბევრი თათბირის შემდეგ როლები გავინაწილეთ და გადავწყვიტეთ თამაში დაგვეწყო. Yo Messi. Yo James Rodriguez. Ronaldo. Neymar. თამაში იდეალური სცენარით მიდიოდა, სანამ ერთი ინციდენტი არ მოხდა. ეს ტერიტორია იმდენად მჭიდროა, რომ სათამაშო მოედანის და მთავარი სასეირნო სივრცეც ერთი ადგილია. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ერთ-ერთი ბავშვის ფეხი იქ მოხეტიალე ტურისტს წამოედო. მაგრამ რა ჯანდაბა უნდა ტურისტს აქ? სწორედ ამაშია აქაურების ცხოვრების მთავარი საიდუმლო. თუმცა სანამ ამაზე მოგიყვებით, აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვმა შიშվել ბეტონზე პირდაპირ სახე დაარტყა. Gut. და იმის გამო, რომ აქ არანაირი სამოტყოფო არაა, რა თქმა უნდა, მკურნალობა სახლში უნდა მოხერხდეს. ჩვენ კი უბრალოდ ის გადაგვჩენია, რომ მცირე სასუსნავები ვაჩუქოთ. ვაჩუქოთ ამ ბავშვს. Chico. მას შემდეგ რაც გავარკვიეთ, რომ ბავშვს ყველაფერი რიგზე აქვს. გაცილებით უსაფრთხო ვარიანტი შევთავაზებ ბავშვებს. იმის გამოსავლენად თუ ის დარჩებოდა ბურთი. ¿Quién quiere esa pelota de regalo? რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველას ვაჩუქებ, ერთმანეთს შხუბს აუცილებლად დაუწყებენ. ამიტომ გადავწყვიტე ბურთი იმისთვის მეჩუქებინა, ვინც გოლს გამიტანდა. No, next. Come on. Messi! Oh! There you go. Ball do. The ball. So, ბურთი მოიგო. ესე არ ჯობია, უფრო უსაფრთხო თამაში. დავალეწე ბავშვები. ბავშვები მთელი დღის მანძილზე თამაშობენ. ხან ბატუტზე, ხან ქუჩაში, ხანაც უბრალოდ YouTube-ს უყურებენ. აჰა, ძმაო, YouTube-ი ყველგან არის. პირველ ყოფილ კუნძულზე შეაღწია.
ასეთი სცენის დანახვა განსაკუთრებით მიხარია, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი უყურებს YouTube-ს, მით უფრო მეტია შანსი, რომ აიმოს გაუსწრო გამომწერებში. ნახე, ანუ თანამედროვე თაობა სულ ტელეფონშია, რომელ ადგილასაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს, ყველგან ტელეფონშია. ზოგიერთი ბავშვი პატარას კი გავს, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილად პატარა არაა. უბრალოდ სწორად ვერ იზრდება. So in places that they do not get a lot of good food and that kind of stuff, so kids cannot eat properly, they do not develop properly, and all the kids we're seeing, they're around the age of between 11 and 13. შვიდი წლის მეგონა მაქსიმუმ. ცუდი კვების გამო სხეული ვერ ეწევა რეალურ ასაკს და მხოლოდ მოზრდილობაში უვითარდებათ ტანი. აქ ურთიერთობების ადრეული ასაკიდან იწყება. 18 წლამდე სექსუალური კავშირი იშვიათი არაა. How is dating life for him? They're dating someone? No? He's saying he does and he does. What do you think? Like Colombian chicas are toxic? Toxicano? No? It's chill? ერთმანეთის ღალატი იშვიათი არაა. მართალია ხშირ შემთხვევაში ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ ამბობენ რომ ცხოვრება ღალატის გარეშე საინტერესო არაა. But cheating is okay? You are not angry? No, everyone gets angry, but it still happens. მათ დრამა უყვართ. და სწორედ ასეთი მორიგი ღალატის დრამა დავაფიქსირეთ შემთხვევით. სექსუალური კავშირები ხშირად იმდენად არასტანდარტულია, რომ ხანდახან საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზეც ხუმრობენ. მაგალითად, ამ მომენტში კამერაზე ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ამ კაცმა ამ ქალს ხელი უხერხულ ადგილას წამოარტყა. და შემდეგ იხუმრა, რომ ეს ჩემი ქალიაო. Yeah? Oh, you are rich man. Yeah? No? საინტერესო ისაა, რომ როგორც აღმოჩნდა ოფიციალური ცოლი გვერდით უზის. და ეს ქალი ცოლის დაა და ამ თემაზე ღიად ხუმრობენ. აქ ურთიერთობები იმდენად ქაოტურია, რომ ხშირად არც იციან ვინაა ბავშვის მამა. Who is her dad? He? მაგალითად, ამ დიალოგში ეს კაცი იჩემებს, რომ ისაა ბავშვის მამა. თუმცა სინამდვილეში ეს გოგო ამბობს, რომ ბავშვის მამა საერთოდ არ ცხოვრობს ამ კუნძულზე. On this island or other side? Outside of the island. Can I be his father? I want to live here. პოლიგამიური ურთიერთობის კიდე ერთი მაგალითია ჰანიბალი. Nombre? Hannibal Lecter. Hannibal? Hannibal. Hannibal. Oh my god, he is Hannibal. რომელიც ამბობს, რომ კუნძულზე იმაზე მეტი ცოლი ყავს, ვიდრე ნებისმიერ არაბ შეიხს. Do you have wife, chica? Chica. 9. Why chica? 9 chica? Yeah. No, you are bullshitting me. Show me 9 chica. Uno. 8 left. No, uno solo. Where is uno? 8? Where is 8? De viaje. You are good. Teach me how. Me dicen el árabe. I have only one. Hay hardly jabón, no hay. ჩვენი ენობრივი ბარიერის მიუხედავად ჰანიბალთან მალე გამონახე საერთო და მანვე მასწავლა კოლუმბიური მისალმებაც. Where are you from? Venezuela. Venezuela? No. No, I'm joking. Yeah, for us? Hey, que le vendas uno a tu wife. I'm joking. Okay, can I? Gracias. ეს საჭმელი ტურისტებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ ტურისტები არიან მთავარი წყარო აქაურობის. YouTube ვიდეოებმა ეს კუნძული საკმაოდ პოპულარული გახადა და ამ უცნაური კუნძულის სანახავად ტურისტები შემოსვლაშიც ფულს იხდიან. ტურისტები როცა მოდიან აქ $2.50 უნდა გადაიხადონ, რომ ამ კუნძულზე მოხვდნენ და დაათვალიერონ აქაურობა. ამ დაგროვებული თანხით ადგილობრივები ელექტროენერგიას ყიდულობენ, ხანდახან წყალს ყიდულობენ, როცა წვიმა არ მოდის და ესე ცხოვრობენ. ამიტომ ტურისტები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. რამდენიმე ადამიანი street food-ს ყიდის ტურისტებისთვისვე. ის empanadas, ის ეს არის მჭადივით რაღაც. Viagra? Viagra? Gracias muchísimo. აქ დაწერილი კიბორ ჩხალა და ეს არის მჭადი რა, ჩათვალე. არ ამბობენ რომ Viagra-ო. ნახოთ რა იქ. ცოტა გაიწია არ მოხდეს. აუ ფრეში ზღვიდან მოყვანილი.
მართლა გამომეორეო. ნუ თევზეული არის ერთ-ერთი რამ რასაც აქ მოიპოვებენ. დაანჩენი ყველაფერს ყიდვა ჭირდებათ. ტურისტების გამო გაკეთებულია აკვარიუმიც, სადაც მნახველებს ზვიგენთან ერთადაც კი შეუძლიათ ჩასვლა. Sí, porque ya lo conozco ahí. Okay, so she's saying that we can pass because she already knows. Yeah. Te digo, por favor. Gracias mucho. მათი ნებისმიერი მოქმედება ტურისტებზეა მორგებული და ამისედაც გადატვირთულ კუნძულზე ტურისტების ვიზიტი განსაკუთრებულ ქაოსს ქმნის. ადგილობრივი ტურისტები არ შეიძლება აქ აჩერება, ცხოვრება არ შეიძლება. აგიტო აქვს ყელში ამასული რა. პატარა კუნძულია, მაგრამ უამრავი ადამიანი სტუმრობს. Hola, ¿cómo está? National Geographic. Oui. Yeah. როგორ გზნოთ თავს როგორც National Geographic რეჟისორი, ოპერატორი. ამ პატარა ჭუჭყი კამერით. ტურისტების გამო რომ ხშირად ზოგიერთი ადამიანი ნებისმიერ რამის ჩვენების სანაცვლოდ ფულს ითხოვს და თუ არ მიცემ შეიძლება კონფლიქტშიც გადაიზარდოს. ასე მოხდა ამ მექანიკოსის შემთხვევაში, რომელმაც ჯერ უბრალოდ თავისი მამალი მაჩვენა და მერე ამაში ფული მომთხოვა. What's name? He's called Satan. Satan. Satanas was gonna tell you, like, you could interview him, but he's really drunk. Yeah, but what's the problem? If he does not like, yeah. Like, he's asking if you could buy him beer. That's what I was. Beer? You love beer? You are drunk, bro. It's too much already. Está diciendo que él. Okay, I will buy. ლუდიკი უყიდეთ, მაგრამ თურმე ერთი არ კმაროდა. He's asking if you can see at least buy him one beer for showing you the cocks and stuff. I did not ask him to show me cocks. და გაბრაზებულმა უკან გვესროლა. We should try to get out of here fast. You feel comfortable? Yeah, I'm feel good. If something, can you fight? I guess. ადამიანები აქ იმდენად შეეჩვიან ტურისტებს, რომ ნებისმიერ რამე, იქნება ეს სახლის ჩვენება თუ უბრალო კომუნიკაცია ფულის გარეშე არ ხდება. What happens that mostly they're used to US, they will just buy whatever they want and just don't give a fuck about money. Yeah. მეც ტურისტი ვარ, მაგრამ ცოტათი უფრო უკეთესი. ამიტომ იმის მაგერად რომ მე მივცე ფული ლაპარაკის სანაცვლოდ, მათ დავეხმარები სხვა ტურისტებისგან ფულის ამოღებაში. I will help you to get money, dinero. I will help you, but I have no money. ეს კლარა, რომელიც ამბობს რომ ქალაქის მერობა უნდა. Can I work with you? Está preguntando que si puede trabajar. On tourists when make more money. I think we have to make more money. So she's saying they're famous singers. Guys, you are famous. If you are famous, can you buy us for beer? Beer. You have a lot of you see we are poor. You have a lot of money. Buy us beer, bro. You see, I help you to make money, but don't take for me. I'm businessman. ის ამბობს რომ ქალები ამ კუნძულზე მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ერთადერთი პრობლემა ისაა რომ კლარას ყველა კაცმა იმედი გაუცრუა და ახალ პარტნიორს ეძებს. But why did you divorce before? So he got in love with someone else, so she dumped him. Does he broke your heart? No, a mí nadie me daña el corazón porque yo no me enamoro. Vaccine. Yeah. მიუხედავად იმისა, რომ კაცებმა იმედი გაუცრიეს, კლარა არ ნებდება და ეხლაც ახალ ქმარს ეძებს. Do you want to marry me? Que también entiendo que si tú te quieres casar con él. Pero pídame ahí de matrimonio. No te mira. Where is I have no ring with me. There's no ring, there's no wedding. Okay, I will try to find. ოღონდ მე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაქორწინდები, თუ ამ კუნძულზე მცხოვრები კაცები ვით მუქთახვარა ვიქნები. If I marry to you, you will provide me everything, yeah? I will lie on the bed, drink every day. Okay? Tú a mí. No. Give me. You gotta provide to her. Yo pego, mira. You? Oh my, no, I don't want. Está diciendo que no, que mejor que lo deje. No, man. უსაქმურიაო ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. აქ ვნახე რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქალაქში მუშაობს და სხვებისგან განსხვავებით ბევრად შეძლებულია. Millionaire? So, can you borrow me 1 million? I will return in 1 week. Que si le prestas $1 millón y te lo devuelve una semana. No lo conozco. Give me. I promise you I will return here. No, I don't know. Yeah. ეს კაცი მართალია. აქაურობა იმდენად პატარაა, რომ წესით ერთი სტუმრობა სრულიად კმარა. და მეც ერთხელ ვიზიტს ვაპირებდი.
მაგრამ ჰანიბალმა მითხრა, რომ თუ აქ მამლების ჩხუბს არ ნახავ, მაშინ ნამდვილი კუნძული არ აღმოგიჩენია. და მეც დავბრუნდი. Let's go. დაბრუნდენისთანავე ჰანიბალი ვნახე. ჰანიბალმა რა თქმა უნდა კიდევ წაამა და ორი ახალი გოგო თავის მარაგს. You are always with the girl, bro. He has 11. Muchos gallos, amigo. Beber ron Medellín. I want your life, bro. Yeah, you're king here. Yo soy de Arabia Saudita. Yeah. Sheikh. Arabia Saudita. Yeah. მამლების ჩხუბამდე დიდი დროა დარჩენილი. მე კი მანამდე გენიალური გეგმით ვარ, რომ ამ ბრძოლებზე ფული გავაკეთო. კეტოგენჯის brain optimizer-ი. ეს პროდუქტი დამეხმარება ფულის შონაში. ეს არის საუკეთესო პროდუქტი ბაზარზე, რომლის მიღებაც გეხმარება მეტ პროდუქტიულობაში, მეტ აზროვნებაში, მეტ ფოკუსში, მეტ გონებრივ ენერგიაში და ნაკლები დაღლობის შეგრძნებაში. ეს ყველაზე მეტად ჭირდება დღეს ჩემ მამალს. ამიტომ მე აი ამ პროდუქტს შევურევ სიმინდში და ვაჭმევ მამალს. წყალი პირველ რიგში რომ კარგად აიკრას. განსაკუთრებული ენერგია და პროდუქტიულობა მჭირდება ნებისმიერ მოგზაურობის დროს, იმიტომ რომ აქ არის უამრავი დეტალი, რომელიც უნდა დავგეგმო, რომელიც უნდა გავითვალისწინო და ასევე მჭირდება YouTube-ის კეთების დროს, იმიტომ რომ YouTube მარტო ვიდეოების გადაღება არ არის. What do you think will work? Yeah, it work. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს მეტლაბის ბზარეული ვიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გეგმა იმუშავებს. და თუ არ იმუშავებს, ეს იმის ბრალია, რომ ამის ხმარების შემდეგ დაახლოებით 3 კვირა ჭირდება ადამიანს, რომ რეალური შედეგები იღოს. შეიძლება ამის ბრალიც იყოს. ეს მხოლოდ მამლისთვის არ მჭირდება. ამ პროდუქტს ერთი თვია უკვე მეც მოვიხوار და შენს თუ გაინტერესებს, შეგიძლია კეტოგენჯიზე შეხვიდე და შეიძინო. იქამდე სანამ მე მამალს მოვაძლიერებ. ეს არის ჩვენი კაკო, კაკოს ვაჭამოთ. აი როგორ უნდა გამოიყენოს სპონსორის პროდუქტი. ეხლა რაც ეს ვაკეთებ შეიძლება არალეგალურად ჩანდეს, მაგრამ გახსოვდეთ რომ არალეგალური რაღაცის გაკეთება მხოლოდ მაშინ არის არალეგალური, როცა ამას აკეთებ ლეგალური ღონისძიების დროს. თავად მამლების ჩხუბიც არალეგალურია. ამიტომ ბარი-ბარში ვარ. ჩემი გენიალური ჩანაფიქრის მერე ჰოსტელის ოთახში დავრჩი. ახალ ნამგზავრს ცოტა ხანი ქაოსისგან დასვენება მინდოდა და სანამ მამლების ბრძოლა დაიწყებოდა, გადავწყვიტე ოთახში დამესვენა. კუნძული იგივე დამხვდა. იმდენად იგივე, რომ დროის შეგრძნება თითქმის დავკარგე. ბავშვები ისევ იგივე თამაში თამაშობდნენ. ქალები ისევ იგივე ჩრდილში ჭორაობდნენ. ხოლო კაცები ჩანდნენ ოდნავ სხვანაირი. ცოტა უფრო აღგზნებულები და ცოტა უფრო ბედნიერები. დღეს მათი ერთფეროვანი ცხოვრება კიდევ უფრო მეტი აზარტით დაიტვირთება. მამლების ჩხუბი კუნძულზე უბრალოდ გართობა არ არის. ეს მთელი ცერემონიაა. აქ უფასოდ ვერ მოხვდები. ფული უნდა გადაიხადო. ფული კი აქ ყველაფერია. მე ერთადერთი ტურისტი ვარ, მაგრამ დღეს სხვების შემსავით ფულს იხდიან. აქ ბილეთების ორნაირია. შესაძლებელია რომ მეორე სართულზე წრეზე დადგე, ან პირდაპირ არენის წინ VIP სკამზე განთავსდე. მე რა თქმა უნდა სკამები ავირჩიე. არა მარტო ყურებისთვის, არამედ სანახაობისთვის და ფსონების დასადებადაც. როგორც ნებისმიერ აზარტულ სპორტში, ბრძოლა წინასწარი აწონვით იწყება. მამლები უნდა დაემთხნენ თავიანთ წონის კატეგორიას. ამის შემდეგ მათ ბას ბრჭყალებს უმაგრებენ მეტი ზიანისთვის და მეტი სისხლისთვის. და იმისთვის რომ ბრძოლა 15 წუთზე დიდხანს არ გაგრძელდეს. They're putting like little knives on their legs. Yeah, that's how they attack the other one. More sharpen, yeah? Yeah, like little knives. გამარჯვებული ისაა, ვინც გადარჩება. თუ დრო ამოიწურა და ორივე ჯერ კიდევ სუნთქავს, ფრია. კაცები მთელი ემოციით არიან ჩართულები. კიდევ უფრო მეტი ენერგიით, ვიდრე თვითონ მებრძოლი მამლები. რაღაც მომენტში მგონია რომ არა მამლები, არამედ ისინი უნდა ეჩხუბონ ერთმანეთს და პერიოდულად მართლაც ასე ხდება. მეგონა რომ ხიარულება იქნებოდა, მაგრამ ყველა ისე აგრესიულია და ისე ჩხუბობს, რომ თითქოს ცხოვრებას აგებენ. აქ მხოლოდ კაცები არ არიან. უცნაური სცენა მეორე ბრძოლის დროს შევნიშნე. ერთი წლის ბავშვი ყავთ მოყვანილი სანახაობაზე. მესამე ბრძოლაში კიდევ უფრო უცნაური ამბავი მოხდა. ერთი მამალი მეორეს არასწორად დაახტა. წესები დაარღვიაო რა, არასწორი ილეთები გამოიყენაო, მაგაზე ჩხუბობდნენ. მამალმა. ეს და მამალმა როგორ უნდა გასაზღვროს ეგ არ ვიცი. ხალხი ბრძოლის გაბათილებას ითხოვდა. ისინი ხომ ამ ბრძოლაში ჩადებულ თითოეულ მონეტას ითვლიან. მე თავიდან ვაგებდი, მაგრამ მერე ნელ-ნელა მოგება დავიწყე. თუმცა რაც უფრო დიდ ხანს ვრჩებოდი, უფრო ვაცნობიერებდი. მოვიგე, მაგრამ რის ფასად? გამარჯვებულ მამლებს აცოცხლებენ, ასუფთავებენ, მკვდრებს კი ბავშვებს ატანებენ. აქ მამლები არავის ადარდებს. აქ ხომ მხოლოდ ფულია მოსაგები და ჟინი მოსაკლავი.
დაახლოებით მე-6 ბრძოლის მერე წამოვედი. ჩემი გენიალური გამდიდრების გეგმა საერთოდ დავიკიდე. მივხვდი, რომ აქ საერთოდ გაუცნობიერებლად მოხვდი. ძალიან ბრუტალური სანახაობაა რა. შეიძლება ცოტა UFC-საც გავდეს მომენტ. განსხვავება ისაა, რომ ესენი სიკვდილამდე იბრძვიან. მაგრამ მათთვის ვინც აქ დარჩა, თამაში ჯერ არ დამთავრებულა. მათი ისევ ჩაკეტილი წრეელოდებათ. ისევ ჩამწკრივდებიან, ისევ დასხდებიან და ისევ ელიან მორიგ ჩხუბს. და უცებ მივხვდი. ეს სანახაობა მათი ცხოვრების სარკეა. აქ გაქცევაზე არავინ ფიქრობს. აქ სულება არავის უნდა. ისინი კმაყოფილი არიან ამ ერთი და იგივე ყოველდღიურობით. მათ უკვე აქვთ თავიანთი ხახვიც და კარტოფილიც. Do you enjoy living here? Are you happy? Yeah. You love it. Yeah, it's good. მაგრამ არიან კი ბედნიერები? იქნებ გონიათ რომ არიან. იქნებ ჯერ არ აღმოუჩენიათ სხვაგან როგორ მუშაობს სამყარო.